მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან, სადაც გრძელდება ტაქსის ძღოლების გაფიცვა. ტაქსის ძღოლებმა გამართეს საპროტესტო აქცია გუშინ. ისევ ამ ადგილზე და განაცხადეს, რომ ისინი იფიცებიან, იმიტომ რომ აპროტესტებენ თავიანთ სამუშაო პირობებს კონკრეტულ კომპანიებში. სხვა აპლიკაციის ფარგლებში არ არის ისინი დასაქმებულები, ეს არის ბოლტი, იანდექსი, მაქსიმი. და ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს მთავრობის ტარიფები, გაიზარდოს, რადგანაც გაძვირდა საწვავის საფასური, გაძვირდა ცხოვრება და უნდა შემცირდეს ასევე საკომისიო, რომელიც აქვს დაწესებული კონკრეტულ აპლიკაციას. და ასე მუშაობა მათ არ უყვით, ასეთია მათი მოთხოვნები. დღეს იგივე მოთხოვნებით შეიკრიბნენ ისევ აქ ტაქსის მძღოლები და ამბობენ, რომ ისინი აღარ აპირებენ დაუბრუნდნენ სამუშაო პირობებს, ვიდრე არ შეიცვლება მათი სამუშაო პირობები. მოგესალმებით, რა გითხარით თქვენი მოთხოვნის შესახებ, რატომ ხართ ეს აქ? თქვენ გითხარით? მოთხოვნა, იმიტომ რომ ტარიფები დაბალია, ბენზინი გაძვირდა. ადამიანს აკითხავ ლარი და 80-ში ჩადიხარ 4 კილომეტრს და აქით გლანძღავს. ელოდები ადამიანს არ გამოდის იმ დროზე გაჯარიმებენ. რატო? რატო უნდა ხდებოდეს ეს? ჩვენ ერთმანეთს პადეშკას არ ვუაძლევთ. ანუ გაჯერიმებენ? ერთმანეთი ვართ აგერ. ყველა მივცევთ ერთმანეთს პადეშკას ყოველთვის. ანუ გაჯერიმებენ მაშინ, როცა დიდხანს რამდენიმე წუთი ჩერდებით, ხო? კონკრეტულ კორპუსს. ხო, ვაჯარიმებენ რის გამო? მას შემდეგ გაიცოცხლო, რომ შეცვალა. ადგილი არ არის, რომ გააჩერო. ადგილი არ არის, რომ გააჩერო. ანუ პარკირების საკმარისი ადგილები არ არის, რომ გააჩერო. შუა ქუჩაში ადამიანს ელოდებს და მოდის და გაჯარიმებს. რის გამო? რამდენი წუთში გაჯერიმებს? 2 ლარიანზე 100 ლარიანი. ხო. რამდენჯერ დაგაჯარიმეს მაგალითად თქვენ? ბიჭო, არის რომ რამდენ როგორ? ხშირად გაჯერიმებენ? კი. დღეში ორჯერ ხდება დაჯარიმება. ანუ როგორც კი შეაჩერებდა, თუ კი გზავრი მაშინ არ ჩაჯდა. გზავრი არ გამოდის იმ დროზე. ხო, მესმის კი. ანუ თქვენ დააგვიანეთ რამდენიმე წუთი, თქვენ მოგიხდათ შეყონება, მანქანას ვერ აჩერებთ, პარკირების სივრცე არ არის. პატრული ამ დროს გაჯარიმებთ. ხო, ჩამოივლის. ანუ არა სამართლიანი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მუშაობთ პატრიოტულად ყველაფერი რაღაცა და აი გზავრი რო გვიძახებს, დაუშვა სიტყვაზე ვიძახი, ხო? ანუ 2 წუთი ხო უნდა დაველოდო რა? და 3 ლარიანი გამოძახებაზე 100 ლარს რომ მიწეს, ანუ სად არის რა? ეს ისა სამართალი რა, ბოლო-ბოლო რა. ყველას ერთი გულის ტკივილი გვა, გამოსული ვართ რაღაცა შოუ. რამდენი ჯარიმა გაქვთ, მაგალითად თქვენ ასეთი გამოწერილი 100 ლარიანი ჯარიმა. კი, ძალიან ბევრი რა, ძალიან ბევრი გადაგვრჩია ჯარიმები ყველა მძღოლს. ეს ხო ბოლო პერიოდში, ხო? მას შემდეგ რაც შეცვალა უცებამ კანონი, გაამკაცრა ამ ნორმებით და რადგან ჯარიმები. და არის დაემატა ბევრი ჯარიმებია. ემატება. აი ყველა გამოსული ვართ, მაგიტომ რომ ჩვენი გულის ტკივილი მიიტანოს, რა ვიცი, სახელმწიფო იქნება, მიც იქნება, ამ კომპანიის უფროსი იქნება, რა ვიცი რა. ანუ თქვენ ამ აქციის ფარგლებში ამასაც აპროტესტებთ და მაღალ კანონებს, რომელიც შეეხება ჯაჭვისები როათა გადამული რა. ვერ გავიგე რა. სამართალი ვერ ვნახე. ვეძებთ აგერ გამოსული ვართ, რაღაცას იმედად ვართ და შედეგი ნული. ჩვენ გვინდა ტარიფები მოემატოს მაო და საკომისიები დაიწიოს, ხო, ამასაც იმპორტანტზე თქვენ. თბილისშიო ჩახვალე 700 ლარში და გართვამს 130 ლარს სიტყვაზე. მაგ კანონია? არა, კანონი ხო? მიიღეთ ახლა რა გამოხმაურება ამ კომპანიებისგან, რომელშიც ხართ ასაკობოდი, რომელი აპლიკაცია. შეფებილები ვართ ყველა ერთ. მაგრამ თუ მიიღეთ გამოხპასუხი რამე თქვა, თქვენ რომელ კომპანიაში ხართ თქვენ ასაკობოდი? ტურისტებზე ვარ, მაგრამ ბოლოს ვთავ 1000-ში ერთს, მაგრამ მე პადეშკას ვაძლევ ჩვენ ხავს. იმიტომ რომ დგანან აქანე და მე ახლა ვიმოძრავ და ჩავთო, არაკაცურია. იხდი? მე მინდა რომ ყველა მე ერთად დავდგეთ ფეხზე და დაველაპარაკოთ თავრობას ან ოფისებს, რომ უთხრათ, რომ დაგვიკვირდეთ ან პროცენტები 500 ლარზე 130 ლარს წაიღებს სიტყვაზე ბენზინი რაღებს 4 ლარების ბენზინი ხო? სიცხვილია მართლა რა. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? დავით ზოიძე. მადლობა. 500 ლარს რო თავი გავანებოთ ელემენტარულ ქალაქის პირობებში 70 თეთრიყის მარშრუტკა. ხო და 3 ლარზე რომ 5 კაცი ჩაგიждდება მარშრუტკაზე იაფად დავდივარ ჩვენ, ხო? და 4 ლარიან ბენზინს რო ჩაასხამ და 3 ლარიან კლიენტს მიიღვა, რაღა უნდა დაგჭირს. ანუ განსაკუთრებით გართულდა ეს სიტუაცია, ალბათ მაშინ მე საწვავის ფასი გაძვირდა. კი, საწვავს 4 ლარს ვაძლევთ, საწვავში 4 ლარს ვაძლევთ. ნებისმიერ იმაზე რომ მიყვიდე კალონკაზე
4 ლარი, 3 ნახევარი ასე ღირსმა. და შეკვეთები შემომიდისმო 2 ნახევრიანი ლარ 80 მივსულვა. თქვენ რა გიჩებათ ახლა აი ტაქსის ძღოლის საშუალო ანაზღაურება თუ კი მთელი დღე რო იმუშაო, ანუ 24 გაგვიანას გეუბნები რო იმუშაო, არ დაგჭირდა, მოვსუქთა გეუბნები 50-დან. და ცალკე იქით მანქანის ნაწილების წვეთას თავი გაანები. იქით მოხელეებია რაღაცა რომ მიხვიდე მოხელესთან რომ მიხვიდე და ელემენტარული ჭკუა კითხო ხო 70 და 100 ლარი უნდა და რაღა უნდა დაგჭირს ამისთან დაკავშირებით თქვენ ამას არ გიგით ბუნებრივია რომ იმუშაოთ ცალკე ხო კომპანიის მიღმა იმიტომ რომ ეს ბაზარი არის პრინციპში ათვისებული ამ კომპანიების მიერ ათვისებული აქვს მა მე რომ მომცა იქიდან 5 ლარიანი შეკვეთა ხო მომცა ლანახევარი მას მიაქვს ძმა კაბინეტში დას და მას მიაქვს ლანახევარი თქვენი კომპანია რომელია სათხეთ ბოლტი ხო კიდე მაქსიმუმ მიღეთ ეხლა რა გამოხმაურება საღამოს ჯერ არ არის პასუხი საღამოს ველოდები რაღაც პასუხს და იქნება საღამოს და ნახოთ თუ არა და ვაპირებთ კიდე შაბათს ვაპირებთ ჩვენც მივწერეთ პირველში იქნება მასშტაბური რადიოზული დიდი შეკრება გვექნება ყველას 1 მაისს ხო ყველას მოუწოდებთ მარტო ჩვენი გაჭირვება არა აქ მდგომის გაჭირვება არა ყველას გაჭირვება ესა მიხდი ყველას 1 მაისამდე თქვენ აგრძელებთ კაფიცვას თუ დღეს დაუბრუნდებით სამუშაოს არა აქ ვართ ყველანი. ანუ აღარ აპირებთ რომ დაუბრუნდეთ სამუშაოს 1 მაისამდე? არა, აქ ვართ ყველანი. დაჟე მეგობრებსაც ურეკავთ, ვის რომ არიცის, მეებსაც ვაწვი, ყველანი. ხო. აი, ჩვენ შევხვდებით გუშინ კომპანია Bolts გითხრეს რომ გაგცემენ პასუხს, მაგრამ ჯერ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია. და კომპანია მაქსიმა თქვა რომ ჩვენთვის არ მოუმართავს არც ერთ მძღოლსო. და თუ არიან ახლა მაქსიმის მძღოლები, რო თქვათ მათაც გავესაუბროთ. მე მაქვს მაგალითად. და გადავხედოთ ასე რომ ტარიფებს ჩვენ ვაკვირდებით ფასებსო და შეიძლება გადავხედოთ ამ ტარიფებს ასეთ იყო კომპანია მაქსიმის პასუხი. მაქსიმის პასუხი ასეთ იყო და ჩვენთვის აქ არიან ბიჭები რომელიც რომ მაქსიმის მძღოლებია ლიქნა. მე ახლა ორი აპლიკაცია აქვს Bolt-ის და მაქსიმის. ანუ მაქსიმზეც მუშაობ. მაქსიმზეც მუშაობ, მაგრამ რატო არ მიმართეთ მაქსიმის? მაქსიმალურად არ მომართავს არც ერთ ხოლსო, იგივე თქვა. როგორ არა? საკომისიოს დაწევის ან ტარიფის გაზრდის მოთხოვნით. აქ არის 3 აპლიკაციის, ანუ 3 კომპანიის. პრობეტი Bolt-ია, ხო? 3 კომპანიის მძღოლები არიან და კიდე მოდიან. რომელია ეს 3 კომპანია? Bolt-ი, Yandex-ი, Maxim. მაგრამ არციც არ შეუწუხებია ჯერ თავი და არ გამოგმაურებია. აი Yandex ყავს წარმომადგენლობა საქართველოში ოფისი არის ბათუმში. მასში ბონში არის ერთი, აქ აღმაშენებელზეც არის. და ასევე მაქსიმისაც აქვს ოფისი, ხო? მაქსიმისაც Bolt როგორც უცი არა აქვს ოფისი. Bolt არ აქვს, Bolt აქვს თბილისში ერთი ოფისი მხოლოდ. და ველოდებით თბილისიდან პასუხს. რაც შეეხება ჯარიმებს, თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა, მას შემდეგ რაც შეცვალა უცხოების პარლამენტმა კანონი და გაამკაცრა მიდგომები პარკირების დარღვევასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ თუ გაჩერდებით, დაყომდებით ქუჩაში რამდენიმე წუთი, თქვენ ველოდებით მგზავრს. როგორ არის იცი? თქვენ ჯარიმდებით, იმიტომ რომ პარკირების სივრცე არ არის რომ თქვენ და განათავსოთ მანქანასადმი, ხო და აყენოთ მანქანასადმი. ბათუმში ელემენტარულად როდეს ავიღოთ ჩვენ. ანუ ტაქსის პარკირება სადმე არა, არის 1-2 ადგილას. მაგრამ მე რომ გზავრმა გამომიძახა სიტყვას ორბებთან, რომ გამომიძახა, სანამ მე ის გზავრმა ჩამოვიდა და ჩაჯდა, უკვე ან პოლიციამ გამოიარა დამაჯარიმა, ან შკოდამ კამერით გამაჯარიმა, მიხდი? ხო და 100 ლარიან ჯარიმას რომ დაგიწეს, კაც სად უნდა შემალო მანქანა და ის უნდა აიყვანო გზავ, ისე ვერანაირად ვერ აიღო. ეს არის ჩვენი პრობლემა. რამდენი ჯარიმა მაგალითად თქვენ პატრულისგან იმის გამო რომ პარკირების წესები დაარღვევით? 800 ლარი ჯარიმა. 800 ლარი ჯარიმა მაქვს 2 თვეზე. ბოლო 2 თვეზე. ხო. და მე ან თვითონ ჯერზე ჯარიმდებით 100 ლარით, ხო? ხო, და ჩემი შინაური 1700 ლარი გადაიხადა ბანკი გამოიტანა ბაღნესკებიც. რომ ეს ჯარიმები გადაეხადა. ხო, რომ ჯარიმები გადაეხადა. რას ნიშნავს ეს კანონი? ასეთი კანონს როცა იღებს ოცნების პარლამენტი, როცა პარკირების გამო არის ასეთი ჯარიმები იმ პირობებში, რაც არის ცნობილი, რაც თქვენ აღწერეთ. მათაც არ აქვს გათვლილი ეგ მიღებული კანონი, მათაც არ აქვს გათვლილი. მაგი აქცევი გამართოთ სხვა დროს. მაგი არის რატო არ გაწუხებთ თქვენ ეს? მაგრამ ჯერ გვაქვს საუბარი Bolt-ის ტარიფებზე და ხო, ეს ხო არ გამორიცხავს ერთმანეთს. განსახდელია იგიც, მაგრამ ჯერჯერობით ეს საუბარებზე ეს პრობლემა რატომ არ გინდათ რომ გააკრიტიკოთ, არ გინდათ რომ გააკრიტიკოთ ოცნების მთავრობა? არ გინდათ რომ გააკრიტიკოთ ოცნების მთავრობა, ანუ ამას ამბობ. პოლიტიკა გეხება თქვენ, აი შეგეხოთ, დავჯარიმდი 800, თქვენ რამდენი დაჯარიმდით?
პოლიტიკა შეგეხოთ და ნებისმიერ ადგილზე მოგაგნებთ და შეგეხება თქვენ თუ არ მოიცით პოლიტიკისთვის პოლიტიკა ყოველთვის მოიცლის თქვენთვის და ყოველთვის დაზარალდებით და აღმოჩნდებით უკიდურეს ვითარებაში თუ კი არ დაინტერესებით პოლიტიკა. დიახ. ბოდიში თქვენი სახელი გვარ გითხარით? სლაი რესულიც. მადლობა რუსლან. დიახ. სურავოსაძე ვარ მე. ამ თუჩი წარმოვადგენ აქ Yandex. ისე რომ ბოლტი რა თქმა უნდა ვიდეო ბევრია და ისედაც კომპანია დიდია. თქვენ კომპანია Yandex-ს წარმოადგენთ? არა, ამას ტაქსისი ვარ. ტაქსისი. მე მძღოლი ვარ. მაგრამ Yandex-ში მუშაობ, Yandex-ის აპლიკაცია. მაგრამ Yandex წარმოვადგენ ახლა ზოგადად ბოლტი. როცა თანამშრომელი ხარ კომპანიის ესე იგი წარმომადგენელი გამოდიხარ ხო ახლა თქვენ მისი თანამშრომელი ხო ეგრეა ლოგიკურად. მაგრამ Yandex-ის ადმინისტრაცია ხო? არა, ადმინისტრაცია. ვინც ადგენს ამ ტარიფებს, ამ საკომისიოს. არა, რა თქმა უნდა. საუბარი არის შაბათს არის გამაფრთხილებელი აქცია 11 საათზე და 1 მაისს მშრომელთა დაცვის დღეს გვაქვს გრანდიოზული აქცია. სად იქნება ეს აქცია? ნუ ახლა ჩვენ განაცხადეთ შევიდათ მერიაში, ალბათ სავარაუდოდ ისევ ლოკაცია უფრო დიდი და უფრო მოხერხებული მე მგონია ეგაა სხვასთან შედარებით ახლა მანქანებით მოვივარ ჩეკოპეკიდან და ამიტომ მაინც სავარაუდოდ ალბათ აქ. თქვენ ეს პერიოდი რჩებით გაფიცულები თუ განაგრძობთ მუშაობას? ჩაოლობთ გაგრძელებთ მუშაობას და რატო? გვინდა რომ ყველა ის ბიჭები ვისაც ვერ გაიგო ან არ იცოდა რაღაცა რომ მოემზადონ გავრცელებას გავაკეთებთ ვივლით ქალაქში ჩვენს სამსახურშიც შევასრულებთ თანაც ვივლით და გავარცხილებთ ან ამ შაბათს გეკნება გამაფრთხილებელი აქცია ხო? დიახ, შაბათს იქნება გამაფრთხილებელი და დანონსებულია ისედაც 1 მაისი მშრომელთა დღე რომელიც იქნება უფრო დიდი. თქვენ თუ მიმართეთ ამ კომპანიის ადმინისტრაციას, თქვა Yandex, სადაც ხარ დასაქმებული და რა პასუხი მიიღეთ? განთულია, მომისლე კომპანიები შეგნებულად არ ფიქსირდება თუ არ იძებნება მაგათი ნომრები, იმიტომ რომ ვერ მოხდეს ეს პირდაპირ მიტანა ამ წუხილების. ამიტომ მაგრამ ოფისები აქვს, თქვა Yandex აქვს ოფისი როგორც არის, ეს არაფერს არ ნიშნავს ეს ოფისი, ჩაოლებრივი ამბავია, იგიც იგივე პროცენტს და იმის იქით ვერაფერს და რაღაცა პატარა ტექნიკური საშუალებები. ან განწყობის მიღები პირები ხარ არიან ამას. ხო? განწყობილი პირები იქნები არ არიან და ვერაფერს ვერ აწყობენ. იგივე შემიძლია მიწერო მე როგორც ის წერს იმ ოფისიდან და მიწერეთ თქვა იგივე Yandex-ის ადმინისტრაცია. კი, რა თქმა უნდა, არიან ისინი, რა ქვია, არიან საქმის კურსში ყველა. და პასუხი არ მიგიღიათ? პასუხი რასთან დაკავშირებით? თქვენს მოთხოვნებთან რა თქმა უნდა, ისინი პირიქით გვერდში გვიდგებიან. ეს პატარა ადმინისტრაციის ჯერ არაფერი, იურიდიულად გავდივართ მომისმინეთ. წერილი მიწერეთ, მაგრამ არ მიგიღეთ პასუხები. რომელსაც კიდევ ერთხელ შაბათს გავაჟღერებთ, ანუ იურისტებთან გავიართ ამას ყველაფერს. ჩვენ ვითხოვთ კანონიერ მოქმედებას და არა რაღაც ზოგადად. ამიტომ აკეთებთ ყველაფერს კანონიერად და ნაბიჯ. იმიტომ რომ ასე ერთი დღით და ერთი შეკრებით აგი არ წყდება. ამიტომ ეს იქნება ხანგრძლივი სანამ არ გავალ შედეგზე, იმიტომ რომ ძალიან მონური შრომა როგორც ყველანაირი შრომა, მაგრამ ყველაზე დიდი მონური შრომა არის ეს, რაც ახლა ბიჭები ყველა დღიურად ჩვენ გავდივართ, ყველა დღიურად. მადლობა. ეს არის მონური შრომა. თქვენ ვიდა რომ გაგესაუბრეთ, რა გრჩება დაახლოებით თქვენ როგორც აქციის მძღოლს, რა არის თქვენი ანაზღაურება საშუალო კონკრეტულ პირობებში? საშუალო ჩვენი ანაზღაურება არის 30%. თვეში რამდენი გამოდის ეს რაღაცა ლარჩირებული? ვერ გამოდის, რა შეუჯანებელია ეგ თვეში ვერ გამოდის, იმიტომ რომ ან თქვენ თვეში 1000 არ გამოდის, 2000 გამოდის. არის დიდი შემოსავალი ნაკალი. შემდეგ ან პროცენტი საკომისიოს გულისხმობს, ხო? თქვენ რომელ კომპანიაში მუშაობთ? ბოლტში. თვეში რა გრჩება თქვა, როცა მუშაობთ მთელი თვის დატვირთვით, რამდენი გრჩებათ თანხა? ეს მინიმუმ 1000 ლარამდე თუ მიხვედი, მაგრამ 1000 ლარში 300 ლარი და 400 ლარი ჯარიმე მოხსოვდაქტო. მოსახურების იმიდან აჩერე გზავრი ჩამოდის, დიდი ხარ უკვე და 1 საათში ჯარიმე მოსულია ტელეფონში 100 ლარიანი. აი გზავრის ჩამოსვლაზე. კი ეს კანონი მიიღო შესაძლოა ეხლა ხანს, ხო? ცოტა ხნის წინ ოცნების პარლამენტმა. რა ის ფიქრობთ ამ კანონზე? რამდენად არის დასაბუთებული თქვენთვის ამ კანონის მიღება, როცა გაამკაცრეს კანონი და გაზარდეს ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე. თქვენ უკვე როცა ელოდებით გზავრს პრაქტიკულად კანონი უნდა მოქმედდეს, ჩვენც ხომ გზავრს ვემსახურებთ. ჩვენც მომსახურების მასში ვარ და კანონი უნდა მოქმედდეს, კი, მაგრამ რაღაც წერტილები უნდა იყოს დაცული, რომ როგორ მოემსახუროთ, როგორ უკეთესად მოემსახუროთ, უსაფრთხოებას ვიცავთ.
მანქანის მოძრაობის ტექნიკის მიმართულებით ყველანაირი პასუხისმგებელი ვარ გზავრის მიმართებაში ბავშვი. ხო და აი ოცნება რა პასუხისმგებლობას იღებს ამ დროს, ხო? მერია, მთავრობა რა პასუხისმგებლობას იღებს, იმიტომ რომ თქვენ უნდა გქონდეთ პარკირების სივრცე ადგილი მაშინ გამოყოფილი, სადაც გააჩერებთ მანქანას, ხო? არ არის. და ეს ადგილები როცა არ არის გამოყოფილი და ამ დროს ჯარიმას გიწესებენ, ეს სწორია, სამართლიანია? არ არის სწორი, მაგრამ რა ვქნა, აბა ნელა ეტაპობრივად რაღაცას მოაგვარებენ, ან მოგხედავენ, რა ვიცი, აბა. რატო გაქვთ ამის იმედი, როცა თქვენ დაჯარიმდით და უნდა გელოდებიან, როდის გადაიხდით ამ ჯარიმას და თუ არ გადაიხდით, უკვე სამხრივ მოხდება უკვე აღსრულება, იძულების წესით, ხო? შეიძლება თქვენი ანგარიში დაღადაღდეს, ან ასე შემდეგ, თუ ამ ჯარიმას არ გადაიხდით. ხო და აი რა შეგიძლია თქვა ოცნების აი ამ მიდგომაზე, ოცნების თავრობის ამ დამოკიდებულებაზე? ხალხისკენ მოიხედოს რა. ხალხისკენ მოიხედოს. ხალხსაც მოგვეცა შვება რაღაცა რომ რაღაც ორი კაპიკი ანაზღაურება ჩვენ შვილებთან მივიტანოთ ოჯახში. ხო. იმიტომ ეს პარკირების სივრცე ხო თქვენ ვერ მოაწყობთ ამ პარკირების სივრცეს, ან ვერ მოაწყობთ. ეს არის თავრობის პასუხისმგებლობა. ვერც მოეწყობა, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერც მოეწყობა. არ რომ მოინდომებინა მერიას, ან ახლა რომ მოინდომო შეუძლია ამის მოწყობა. თქვა დაავალოს სამშენებლო კომპანიებს რომ მოაწყოს შესაბამისი საპარკინგო სივრცეები. ეგარ მოხერხდა. და ადრე უნდა ის პასუხი რამდენი ხანია უცებად ხელისუფლებაშია? სართულიანი შენობა შენდება და 30 მანქანით გასაჯერებელი ადგილი აქვს და ეხლა ხო და რატომ აძლევს მე ამ ნებართვას, როცა ამ ხლა სართული შენდება корпуსი და არ აქვს 30 ადგილის გასაჯერებელი ადგილები. დღეს ფიქრობ რომ შეიცვალა რამე დამოკიდებულებაში? ხო და ეგ არის ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია, ეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხია მოქალაქის. და ამ დროს თქვენ ჯარიმდებით იმის გამო რომ თქვენ გზავრს ელოდებით. ყველანაირად ესე იგი ჩვენ ჯარიმდებით და ჩვენ სვალობ და რა ვიცი შეიძლება ერთი კვირა იცვალო და ერთ დღეზე ჯარიმებში თქვენ რამდენი გადაიხადეთ თქვენ ჯარიმა თქვენ ბოლო ორ თვეში აი პარკირების წესების არღვევის გამო? 400 ლარი. ორ თვეში გადაიხადეთ 400 ლარი. თქვენი სახელი და გვარი? რომან კახიძე. მადლობა ბატონო რომან. თქვენ უსმენთ მოგეთ ტაქსის მძღოლებს, მათ მოთხოვნებს, რომლებიც შეკრებილი არიან ახლა ისევ ბათუმის ახალ ბულვარში აეროპორტის ასაფრენ ზოლთან გუშინაც გაიმართა ტაქსის მძღოლების აქცია. ეს მოვისმინეთ ჩვენ ტაქსის მძღოლებისგან რომ ისინი აპირებენ შაბათს მოეწყოთ მასშტაბური აქცია, გამოფრთხილებელი აქცია და დაიგეგმოს კიდევ უფრო დიდი აქცია 1 მაისს. მძღოლების ნაწილი აცხადებს რომ ისინი არიან გაფიცულები, ნაწილი გამოს რომ განაგრძობენ მუშაობას. მისცა მათ კონკრეტული კომპანიებისგან არ მეუღიათ ჯერ პასუხი. აქ არიან შეკრებილები როგორც მაქსიმის, ასევე იანდექსის და ბოლტის აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. ისინი ითხოვენ ტარიფების გაზრდას, რადგანაც განმარტავენ რომ გაიზარდა საწავის ფასი და მათ პრაქტიკულად არაფერი რჩებათ. ასევე ითხოვენ საკომისიოს ფასების დაწევას. ჩვენ მოგწერა გუშინ კომპანია ბოლტმა რომ მოგვეწვიან ინფორმაციას მათი პოზიციის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია ეს პოზიცია. ხოლო კომპანია მაქსიმიდან მოგვეწოდეს რომ მათთვის უცნობია კონკრეტული პრეტენზიების შესახებ, არ მიუმართავს რომელიმე მძღოლს, დასაქმებულს მათთვის, თუმცა პერიოდულად ისინი გადახედავენ ფასებს და შეიძლება შეიცვალოს, განიხილება რომ შეიძლება შეიცვალოს ტარიფების შეცვლის საკითხი. დღეს მძღოლები ასევე აპროტესტებენ კიდევ ერთ საკითხს, ეს შეეხება პარკირების გამო დაჯარიმებას. მძღოლები აპროტესტებენ იმას, რომ ხშირად უწევთ მათ დაელოდონ მძღოლს ქუჩაში, ამ დროს არ არის გასაჩერებელი ადგილი, ხოლო დგომისთვის თუნდაც 1 ან 2 წუთი ელოდებოდეს ისინი მგზავრებს, ამ დროს აჯარიმებენ და ჩვენ ახლა მოგვიყვა რამდენიმე მძღოლმა კონკრეტულად რომ დაჯერებდნენ რამდენიმე 100 ლარი, თქვა ერთ-ერთი მძღოლი გვიყვებოდა ახლა ბოლო ორ თვეში 400 ლარი დავჯარიმდიო იმის გამო რომ ქუჩაში ვიდექი და ველოდებოდი მგზავრს, მაშინ როცა არ იყო გასაჩერებელი ადგილი და თქვენ იცით რომ პარკირების პრობლემა არის ყველგან ქალაქში და არა მარტო ამ ქალაქში. მაგრამ მრავალმხრივია მძღოლების მოთხოვნები. მძღოლები როგორც ხედავთ ამ დროისთვის უკვე დაიშალნენ. ისინი აპირებენ ისე რომ შეიკრიბონ შაბათს და შემდეგ უკვე მასშტაბური აქციას გამართავენ 1 მაისს როგორც თავად დაანონსეს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა. ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და net გაზეთი G რომ მიიღოთ განახილული და საინფორმაციო მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.